მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ბინას ქირაობს, თუმცა გაფორმებულია თუ არა შესაბამისი ხელშეკრულება და იხდის თუ არა ხაზარაძის ოჯახის საშემოსავლო გადასახადს უცნობია. თემაზე გიორგი აბაზაძე მუშაობს და პირდაპირ ეთერში გვერდება. გაეხვა თუ არა პოლიტიკური კორუფციის სკანდალში მამუკა ხაზარაძის ოჯახი, ამის თქმა დანამდვილებით მას შემდეგ შეგვეძლება, რაც გაგზავნილ კითხვაზე საპასუხო კომენტარს მოგწერს გერმანიის ელჩი, ასევე გვიპასუხებს მამუკა ხაზარაძის მეუღლე ირინა ხაზარაძე. ჩვენ რამდენჯერმე დაურეკეთ, ასევე მივწერეთ მოკლე ტექსტური შეთქმულება ერთადერთი კითხვით, ოფიციალურად გაფორმებული აქვს თუ არა საიჯარო ხელშეკრულება და იხდის თუ არა საშემოსავლო გადასახადს. ამ თემაზე ამ დრომდე კომენტარის გაკეთება არ სურთ არც ხაზარაძის პარტიაში. საუბარია თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე დაახლოებით 300 კვადრატულ საცხოვრებელ ფარცე, სადაც ცხოვრობს გერმანელი დიპლომატი და რომელიც ეკუთვნის მამუკა ხაზარაძის მეუღლეს. მანამდე კი კეთდება პოლიტიკური შეფასებები ქართულ ოცნებაში, ამობენ, რომ ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში დიპლომატის მხრიდან და ეს ფაქტი არღვევს ხაზს დიპლომატიასა და პოლიტიკას შორის. ასეთი ტიპის სიახლოვე, რა თქმა უნდა, არღვევს ხაზს ერთის მხრივ კანონის დაცვას და მეორეს მხრივ პოლიტიკურ კორუფციას შორის, ერთის მხრივ დიპლომატიურ ნეიტრალიტეტსა და მეორეს მხრივ საშინაო საქმეებში ჩარევას შორის. სწორედ ამიტომაც მოუწოდებდით სხვათა შორის ამა თუ იმ დიპლომატს, რომ მაქსიმალურად თავი შეეკავებინათ მსგავსი ტიპის სიახლოვისგან და მსგავსი ტიპის ჩარევებისგან ქართულ პოლიტიკაში. თუმცა ჩვენ არ გვიკვირს ამ კონკრეტული ელჩისგან ისეთები ნახეთ კონკრეტულად მისგან, რომ გასაგებია, რომ ეს შეიძლება მისთვის კანონის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა, მისთვის არ იყოს პრობლემა ვენის კონვენციის დარღვევა, არ იყოს პრობლემა დიპლომატიური ეთიკის დარღვევა. სამწუხაროდ, აი სწორედ ასეთ ზოგიერთ ასეთ დიპლომატთან გვაქვს ჩვენ საქმე. ერთი წელია გერმანიის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ოპოზიციისგან და რეალურად ნაცური პარტიის ლიდერისგან და დაფუძნებლისგან საკუთრებას და შემდეგ აქვს მას პრეტენზია, რომ არის მიუკერძოებელი. ეს არ არის არც ევროპულობა, ეს არ არის არც დემოკრატიულობა, როგორც შეიძლება დიპლომატი კონკრეტულად პოლიტიკაში ჩართული ადამიანისგან საკუთრებას ქირაობდეს კონკრეტულ უძრავ ქონებას და შემდეგ მას ჰქონდეს პრეტენზია მიუკერძოებულობასთან დაკავშირებით და ხელშეკრულების არ ქონდა იმის თქმის და თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაუმჭვირვალობა სამწუხაროდ ეხლა გახდა საკითხი, რომელიც ასე აწუხებს ევრობიუროკრატიას და მათ შორის ამ ყველაფერში როგორც ჩართულიც არის დიპლომატია. როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობა საჯარო რეესტრის ამონაწერს, ყავლაშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი ფართი 2022 წლამდე იყო მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში, თუმცა 3 წლის წინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ის ჩუქების სახით გაუფორმა. მის მეუღლე სწორედ ამ ფართში ცხოვრობს გერმანელი დიპლომატი პეტერ ფიშერი.